მეგობრებო, ესეთი გაშლა უნდა შემოგთავაზოთ ახლა. ფიქრები თქვენი პარტნიორის თქვენთან მიმართებაში, მისი ბოლო ფიქრები როგორია? ჩაფიქროთ თქვენი თავი, თქვენი პარტნიორი და გავიგოთ რა ენერგიები არის ახლა თქვენთან მიმართებაში, რომ მივხვდეთ რამდენად საერთო გაშლა იქნება ეს გაშლა კონკრეტულად თქვენზე, იმიტომ რომ ყველა ვერ იქნება, ყველა სიტყვა, ყველა გაშლა თქვენზე, ამიტომ იდენტიფიკაციას დავაკვირდეთ ხოლმე, რა ენერგიებში ხართ ახლა თქვენ, რა ხდება თქვენ შორის, რომ მივხვდეთ რამდენად თქვენია ეს გაშლა. რა ხდება თქვენ შორის? ჰაერის მეფეთ არის სამოსული თქვენი პარტნიორი, გაშლა არის ორივე სქესისთვის, მეგობრებო, მამაკაცებმა თქვენ თავზე მოერგეთ, შეიძლება ბრძანდებოდეს ტყუპების ასწორი მერწყულის ნიშნით, მაგრამ აუცილებელი არ არის, ეს არის ძალიან მენტალურად კარგად განვითარებული პიროვნება. ჰაერის სტიქის მეფე ხშირად წარმოდგენილია როგორც ყოფილების კარტი, ასევე შეიძლება იყოს საუბარი იმ ადამიანზე უკვე ვისთანაც დასრულებული გაქვთ, ასე ფიქრობთ დღესდღეობით ენერგეტიკულად თქვენი წარმოსახვით ეს ურთიერთობა უკვე დასრულებულია, ასევე შეიძლება იყოს ადამიანი ორგანოების თანამშრომელი, სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, კარგი აიტიშნიკი, კარგი მენტალურად განვითარებული პიროვნება, სინდისიანი, ნამუსიანი, ძალიან ემოციურად შეზღუდული, საკუთარ თავს ემოციებს უზღუდავს ხოლმე როგორც წესი პარტნიორი და თავის ნამდვილად გულის კუნჭულში რაც ცეცხლი და ემოცია აქვს, ასე ვთქვათ, სოციუმში, გარშემოყოფებში მაქსიმალურად შეზღუდული აქვს მისი წარმოჩინება. მას არ უყვარს, ასე ვთქვათ, ემოციებზე დაფუძნებული არც ნაბიჯები, არც საუბარი. ეს ყველაფერი არის სადღაც მის ბოქლომით 10 კუნჭულში შეფუთული მისი ემოციური ფონი მხოლოდ მან იცის, ასე ვთქვათ, არ რეზონირებს ამ ყველაფერს ადამიანების მიმართ. მე-6 მაღალი არკანი ამოდის აქ. გაშლას გიკეთებთ მანარაზე, რომელიც არის 8 კარტი ტაროსი და მაქსიმალურად ვეცდები, რომ არ გაჩვენოთ, იმიტომ რომ ეს ვიდეო არ დაიბლოკოს. ეს არის თქვენი კარმული პარტნიორი, ეს არის საყვარელი ადამიანი თქვენთვის, ასევე მისთვის ხართ ძალიან საყვარელი ადამიანი და ძალიან ბევრი რაღაც შეიცვალა თქვენ ორივეს მსოფლმხედველობაში, თქვენ ემოციურ ფონში, თქვენ ფსიქიკაში, თქვენ მიმართებაში, საწინააღმდეგო სქესის მიმართ ურთიერთობის, თქვენ მიდგომაში პარტნიორულ ურთიერთობებში, თქვენ საერთოდ პიროვნება, როგორც ასეთი, ამ ადამიანის შემოსვლის შემდეგ თქვენ ცხოვრებაში ძალიან თვალშისაცემი ცვლილება მოხდა თქვენ ცხოვრებაში. თქვენ თვითონაც ამ ყველაფერს ხვდებით და მაქსიმალურად გარშემოყოფებით თვალში მოსახვედრია, ასე ვთქვათ, თქვენი ცვლილება, თქვენი პერსონაჟის ცვლილება, კიდე ერთი სიტყვით ვინ არის? ადამიანი, რომელმაც კარდინალურად შეცვალა თქვენი ცხოვრება. ტრანსფორმაცია მე-13 მაღალი არკანი ამოდის სიკვდილი აქ. ეს არის ადამიანი, რომელმაც უნდა გადაგიყვანოთ სხვა ეტაპზე, უნდა დაასრულოს თქვენი წარსული დეპრესიები, თქვენი წარსული წარუმატებლობები ურთიერთობებში, თქვენი წარსული თვითშეფასების დაბალი დონე, რაც გქონდათ. ყველას თქვენი გაქვთ მოკლედ საერთო გაშლაში და ეს იქნება ყველასთვის საკუთარი, ასე ვთქვათ, მაგრამ დიდი ტრანსფორმაცია მოახდინა ადამიანმა ურთიერთობაში და ეს ადამიანი სწორედ როგორც მინიმუმ ამ ურთიერთობის ტრანსფორმირებისთვის არის შემოსული თქვენ ცხოვრებაში, ასევე თქვენ გაქვეცნობიერად, გათვითცნობიერებულად, გაუთვითცნობიერებლად ხართ მის ცხოვრებაში შესული ტრანსფორმაციისთვის, ამ ადამიანის ფსიქიკის, ამ ადამიანის როგორ უნდა მოექცეს მანდილოსნებს ურთიერთობებში, ამ ადამიანის სიყვარულის გაგებისთვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ საერთო, ასე ვთქვათ, ერთგვარი ტრანსფორმაციისთვის ხართ ერთმანეთისთვის მაღალი ძალებისგან განკუთვნილი, ასე ვიტყოდი. 10-იან ჟეზლით ახლა გაქვთ ურთიერთობა, შეიძლება აქ იყოს ძალიან დაძაბული ურთიერთობა, შეიძლება იყოს კონფლიქტური სიტუაციები თქვენ ურთიერთობაში, რაღაც ნაწილისთვის ყოველთვის არ ვიძახი, დეტალებს ვიმეორებ, რომ მიხვდეთ რამდენად შეიძლება 20%, 40%, 60% თუ 100%-ით იყოს თქვენი, ან საერთოდ თქვენი არ იყოს ეს გაშლა. ამიტომ დეტალებს, ასე ვთქვათ, მივაქციოთ ყურადღება. აქ შეიძლება ნაწილი ისეთი ადამიანების იყოთ, ვინც ერთგვარად ფიზიკურ შეხებაზე იყო ადგილი უკვე მისული თქვენ ურთიერთობაში, ფიზიკური შეხება მოხდა
თუ ფსიქოლოგიური შეხება მოხდა თქვენ პიროვნებასთან, რაღაცა მძიმე 10-იან ჟეზლით მძიმე ურთიერთობის მძიმე ეტაპს გადიხართ და ეს არის ბოლო ეტაპი, რომელიც ამ ურთიერთობაში რაღაცა ან წერტილს დასვავს, ან სხვა ფორმატში, აი ამ მე-13 მაღალი არკანის სიკვდილით გადაასხვაფერებს სრულიად სხვანაირ ურთიერთობაში გადაიყვანს თქვენ ურთიერთობას, ეს იქნება ზოგისთვის უკვე ოფიციალური ქორწინება, თუ ქორწინებაში ხართ, ამ ქორწინების გააზრება და მიდგომა სხვა მხრიდან, სხვანაირი კდემით, სხვანაირი გაგებით, სხვანაირი ჰარმონიით, ყველასთვის თქვენია საფუძველს შინაარსისას უნდა მიხვდეთ, როცა ვსაუბრობ ხოლმე, თუ ატყობთ, რომ ენერგიები თქვენია. აქ არ არის მხოლოდ ხელით შეხებაზე საუბარი, ამ კარტით არის ფსიქოლოგიური ზეწოლა პარტნიორის მხრიდან, ფსიქოლოგიურად დამთრგუნელ პოზიციაში ყოფნა, რაღაცა რთული პერიოდი, კრიზისი, ყველა ვარიანტში კრიზისი, რაც ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოს სიკვდილით დასასრული ამ ურთიერთობის და ვეღარ გადალახოთ, ვეღარ აიტანოთ, ვეღარ აგიტანოთ თქვენმა პარტნიორმა, ასევე შეიძლება იყოს წერტილი ერთი პერიოდის თქვენ ურთიერთობაში და სრულიად სხვანაირად თუ გაგრძელდება, კი ბატონო, გაგრძელდეს ამ ტრანსფორმაციით და ამ მე-13 მაღალი არკანით, რომელიც თქვენგან უნებურად მაღალი არკანია და აუცილებლად მოხდება, თუ ეს ტრანსფორმაცია ვერ გაიარეთ, აქ იქნება ყველა ვარიანტში ურთიერთობის დასასრული. ეს უკვე არის ყველასთვის ინდივიდუალური, ასე ვთქვათ, რა სიტუაცია იქნება, მაგრამ კრიზისი გაქვთ ყველა ვარიანტში ურთიერთობაში. კარგი. თუ ვატყობთ, რომ ენერგიები თქვენია, მაშინ რას ფიქრობს დღეს? მოდი ესე გავიგოთ. თქვენთან მიმართებაში თქვენი პარტნიორი რა ფიქრები აქვს, რას განიცდის, რა უხარია, ხართ საერთოდ მისთვის. აქ რაზე უნდა ვისაუბრო? ძალიან მოშიშვლებული ყავს ქალბატონი იმპერატრიცა, ამიტომ ვერ გაჩვენებთ მის სხეულს, მაგრამ მინდა რომ დაინახოთ პარტნიორი, რომელიც დაჩოქილი არის. თავიც კი დახრილი აქვს ამ იმპერატრიცის წინაშე, ეს არის მისი იმპერატრიცა, ასევე მე-18 მაღალი არკანი თვარე, ძალიან მაღალი არკანების ცვენა წამოვიდა და მე-17 მაღალი არკანი დავფარავ ვარსკვლავი. ვინ ხართ მისთვის? რას ფიქრობს? ფიქრობს, რომ თქვენ ხართ ერთადერთი ის ქალი, ვისაც უნდა რომ დაუჩოქოს. რა ვიცი, სიყვარული შეფიცოს, ერთგულება შეფიცოს, ბოდიში მოუხადოს, სადაც ბოდიში ამოსახდელი ურთიერთობაზე იფიქროს, უკვე სერიოზულს და ეს არის იმპერატრიცა, სადაც მეუღლის კარტია, ოჯახის დიასახლისის კარტია, შვილების დედის კარტია. ეს არის ქალი, როგორც მინიმუმ, რომელიც ფიზიკურად, სულიერად, მისი კდემა მოსილებით, მისი ჩაცმის სტილისტიკის, მისი საუბრის სტილისტიკით, ყველაფრით მაქსიმალურად არის შენი საოცნებო ქალის ეტალონი, ასე ვთქვათ. ეს არის ქალი, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი შენთვის და ყველაზე მნიშვნელოვანი და ამაზე ძვირფასი ქალი არ ყავს არეალში. ეს არის ის, ვისკენაც უნდა ისწრაფო, თუმცა ძალიან ბევრი ეჭვები აქვს ამ ურთიერთობასთან მიმართებაში, ბევრი ეჭვები აქვს თქვენთან მიმართებაში, რამდენად ერთგული ხართ და ასევე ემოციური ფონი თქვენი რამდენად ისეთივე გულწრფელია, როგორიც მას აქვს აი ამ მაპატიეთ, ამ ურთიერთობის მიმართ, რომ ბოდიშები მოიხადოს, ანუ თქვენი ბოდიში, სადაც მოსახდელია, ცოტა ეჭვები აქვს, რომ წახვალთ კი აი ამ დათმობაზე, რომ თუნდაც სიტყვით არ მოიხადოთ ბოდიში, მაგრამ რაღაცეებზე, კომპრომისებზე წახვიდეთ ამ ურთიერთობაში. მაღალი არკანი მე-17 გვიჩვენებს, რომ შეიძლება მერწყულის ნიშანს წარმოადგენთ ვარსკვლავით, მაგრამ აუცილებელი არ არის. მერწყული კიბოს ნიშანი ბევრი იქნება აქ ამ გაშლაში. თქვენი სოციუმში ბრჭყვიალება, თქვენი ბლოგერობა, თქვენი სილამაზე, ბრჭყვიალება როგორც ქალის, თქვენი აი სტილისტიკა, თქვენი განსხვავებული ჩაცმის სტილი იქნება თუ მიდგომა იქნება თუ სოციუმში გამომჟღავნება თქვენი პიროვნების, ეს არის მისთვის რაღაცა აუღწერელი სიამოვნება და ბედნიერება თქვენი ხილვა, თქვენი ყველა ბლოგის და ვლოგის ხილვა შეიძლება სოციუმში ძალიან აქტიურად მუშაობთ ან არ მუშაობთ ოფიციალურად, მაგრამ იყენებთ სოციუმს ამ ბრჭყვიალებისთვის და მისი თვალის მოსაჭრელად და ძალიან კარგად გამოხდით ამ შემთხვევაში პირდაპირ გეუბნებით, რჩევა თქვენთვის ამ ურთიერთობაში.
ნუ რაღაცეები დაფარეთ, რაღაც საიდუმლოებები გქონდეთ და აუცილებლად თქვენ გულის ინტუიციას მიენდეთ, თქვენი გულის თქმას მიენდეთ პირველ რიგში. მიიღეთ.